როდესმე გიგრძნიან, რომ რაც უფრო მეც იღებ ცხოვრებიდან, მით უფრო ცარიელი ხდები. და თუ ფული ყველაფერია, მაშინ რატომ არასდროს არის საკმარისი. მოგესალმებით, ეს გადაცემა კინოპროექციაა და ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ თუ რა იმალება იმ გადაწყვეტილებების მიღმა, რომელსაც ცნობილი ფილმის პერსონაჟები იღებენ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფილმზე, რომელიც მოგვითხრობს ადამიანს, რომელმაც შექმნა იმპერია, თუმცა დაკარგა საკუთარი თავი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ Wall Street-ის ფილმზე. ამაში კი დაგვეხმარება კლინიკური ფსიქოლოგი ამირან ქერაშვილი. მოგესალმებით ამირან. მადლობას გიხდი ჩვენთან სტუმრობისთვის. იმედია საინტერესო გადაცემა იქნება და შენცაც ძალიან საინტერესო და ღირებული იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც გავაზიარებთ. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში დიდი მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო არის ეს პროექტი ჩემთვის, რადგან ფილმების ყურება ზოგადად მიყვარს და ფილმების ფსიქოლოგიური ანალიზიც მათ შორის და ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო. როგორ ფიქრობ? მდგომარეობა, რომელიც მთავარ პერსონაჟს აქვს, რითი არის განპირობებული? ეს არის რაღაც მისი უბრალოდ ეგოს სურვილი თუ პათოლოგიური შიმშილი იყოს წარმატებული? ძალიან კარგი კითხვა არის და მინდა კიდე ერთ მომენტს გავუსვა ხაზი, რომ მან დაკარგა საბოლოოდ თავისი პიროვნება, ხო? თუმცა ვფიქრობ, ძალიან კარგი კითხვა იქნება მთელი ჩვენი შეხვედრის განმავლობაში, რომ საერთოდ თუ ყავდა ეს პიროვნება ნაპოვნი და აღმოჩენილი. იმიტომ რომ ზუსტად ეს ფაქტორი არის, რაც განაპირობებს მსგავსი ტიპის ადამიანს. ანუ ამ ასეთი ადამიანის ჩამოყალიბებაში ვსაუბრობთ მრავალი ფაქტორის ზემოქმედებაზე. ეს არის ბავშვობა, ეს არის ადრეული გამოცდილება, კულტურის ფაქტორი, სოციუმი და მთელი რიგი ფაქტორები. თუმცა ერთ-ერთი პირველი უნდა გავიაზროთ ევოლუციური ფსიქოლოგიის ბაზისი. რასაც გულისხმობს, რომ ადამიანებს ბიოლოგიურად გვაქვს რაღაცა სტატუსის, მიღწევების მოთხოვნილება, იმიტომ რომ ჩვენ რო დავაკვირდეთ თუნდაც შიმპანზეების სტრუქტურას, ხო, იმიტომ რომ შორს არ ვართ მათგან, აქვთ ძალიან ისეთი მკაცრი იერარქიული სტრუქტურა და ყველა ლამობს სტატუსს, ანუ დომინირებას. სტატუსი ასოცირდება რესურსებთან. უბრალოდ ეს მოთხოვნილება ყველაში არის, ზოგში ითრგუნება, ხო? ამას თრგუნავს ბავშვობის გამოცდილება, სოციალური ფაქტორი, მთელი რიგი ფაქტორები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებშიც ეს შიმშილი და წყურვილი არ არის დათრგუნული და პირიქით შეიძლება ითქვას, რომ წახალისებულიც კი არის. ანუ პიროვნების სტრუქტურას, პიროვნების ფუნდამენტს წარმოადგენს ეს მუდმივი დრაივი, რომ მე ვიყო ვიღაც რაღაც წარმოვაჩინო, ხო? ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ ბელფორდზე, ვსაუბრობთ ნარცისულ პიროვნულ ტენდენციებზე. ნარცისული და ანტისოციალური პიროვნების სტრუქტურა. და ნარცისული პიროვნებისთვის კემბერგის მიხედვით მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი შინაგანი და ზოგადად ნებისმიერი ნარცისული პიროვნული მახასიათებლებისთვის, წამყვანი არის შინაგანი სიცარიელის განცდა. ქარდების ეპიზოდზე გადავიდეთ და აიღო პირველი ქარდი და ვნახოთ რა წერია. ფული იდენტობა. მე ვშოულობ, მე ვარსებობ. აქ მე მინდა ვისაუბროთ მსგავსი მიმართულებით, ზოგადად თავად პერსონაჟს თუ დავაკვირდებით, ნახავთ რომ მისთვის ფული არ არის უბრალოდ საშუალება თუ რაღაც რომ პირობითად ნივთი შევიძინოთ და გქონდეს რაღაც კომფორტი შევიქნათ. მისთვის ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში რომ თითქოს ფულის ქონა არის ეგოს გამტკიცების საშუალება. რასთან გვაქვს ამ დროს რეალურად შეხება? რატომ ჩამოყალიბდა პირველ რიგში ჯორდან ბელფორდის ფსიქიკა ამ მიმართულებით და არის თუ არა რეალურად მართ სწორი შეფასება ის რომ მისთვის ფული არის მთავარი საყრდენი ამ ეტაპზე და არა უბრალოდ საშუალება ვიყო კომფორტულად. თუ განვიხილავთ ბავშვობის პერსპექტივიდან და აღზრდის და განვითარების ფსიქოლოგიიდან, ხო? ბავშვი აწყდება გარკვეულ კრიზისებს და აღზრდის და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ამ კრიზისების დაძლევა და ინტეგრაცია. თუ ეს ვერ ხერხდება, ბავშვი ახდენს ფიქსაციას და შემდგომში იმ რაღაცა გარკვეულ ვერ ინტეგრირებულ მოთხოვნილებაში რჩება მთელი ცხოვრება. მაგალითად, ჯორდანის რეალური ცხოვრება რო გავიხილოთ, აი ფილმს რო გავცდეთ ცოტა, ადრეული ასაკიდან ჰქონდა ეს მიდრეკილება. 20 წლის ასაკში უკვე პორშე ყავდა, თავისი ბიზნესი ჰქონდა, ხორცს ყიდი და მეგობართან ერთად. და ანუ რეალურად ახდენდა ამ პოტენციალის რეალიზებას. ემოციური უგულებელყოფა ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, იმიტომ რომ აყალიბებს შინაგანი სიცარიელის განცდას. სწორედ იმას, რამაც შესაძლოა შემდგომში განაპირობოს ნარცისული სტრუქტურის ჩამოყალიბება.
მუდამ ვცდილობ რაღაცის მიღწევას, ფული, სტატუსი, რესურსი, იმისთვის რომ მე ვიყო დანახული, მე ვიყო აღიარებული. დამოკიდებულება, როგორც ემოციური რეგულაცია, მეტი სტიმული, ნაკლები ტკივილი. კი. აქ უკვე ერთგვარად მინდა შევეხოთ ჯორდანის როგორც აღნიშნეთ დამოკიდებულებას. ერთი შეხედვით ეს არის ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება, თუნდაც იმ დომინაციისადმი ფილმში აქტიურად არის ნარკოტიკის გამოყენება, სექსი, დომინაციის სურვილი მუდმივად. თუმცა მე მრჩება საბეჭდილება იმაზე, რომ რეალურად ეს ყველაფერი არ არის რომ პირობითად ვიყო უბრალოდ დამოკიდებული და თუნდაც ნარკოტიკული თრობა მივიღო. რატომაც მგონია რომ ჯორდანს უჩნდება იმის განცდა, რომ გააქროს ის რაღაცნაირი ხმაური, რომელიც მასში არსებობს და ამით მაინც მოიპოვა სიმშვიდე. და რეალურად კიდევ ერთი საკითხი, რაც დამაფიქრებელია, ეს დამოკიდებულება, რომელიც ჯორდანს აქვს, არის უბრალოდ დამოკიდებულება თუ თვითმკურნალობა. რომ გაიქცეს იმ რეალობას, რომელშიც მას უწევს ყოფიერებაში ყოფნა. ამ დროს ვსაუბრობთ გრანდიოზულ მეზე. გრანდიოზული მე ნარცისისტვის ეს არის, რომ უნდა ვიყო წარმოსაჩენი, უნდა ვიყო მოწოდების სიმაღლეზე. ესეთ ადამიანს აქვს დარცხვენის შიში. ის არ უნდა იყოს შერცხვენილი, ანუ მუდამ ყველაფერს თავს უნდა ართმევდეს. და ეს ამხელა სტრესი, როგორი ზედაპირული ადამიანიც არ უნდა იყო, მაინც აისახება შენზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანების მართვა გიწევს, ხო? დიდი რაოდენობით ფინანსური აქტივობა. და ადიქციის ბუნება რა არის? ამ დროს ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე აქტიურდება მეზოლიმბური სისტემა. ანუ ეს არის გზა დოფამინერგული აქტივაციის. დოფამინი თავისწილ ასოცირდება ჯილდოს სისტემასთან. ნებისმიერი მიღწევა ეს არის ჯილდო და ევოლუციურად ადამიანი არ არის ქმნილება, რომელიც მუდმივი სიამოვნების ზემოქმედების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. იმიტომ რომ ეს მისთვის დამღუპველი არის. ანუ მას აქვს დრაივი, რომ განვითარდეს. მიიღო სიამოვნება, განვითარდა. მიიღო სიამოვნება, კიდევ უნდა გააგრძელოს გზა. ამ დროს ნარკოტიკებს და მიღწევას ერთნაირი სტიმული აქვს. რაც უფრო მეტი არის მიღწევა, აი მაგალითად, ხო, ვარ ბელფორტი პირობითად. მივიღე ნარკოტიკი, მით უმეტეს რომ თავადაც საუბრობს ფილმში, რა ნარკოტიკი, რა ფუნქციას ახალისებს და რა იმას, ხო, აი მაგალითად, ყველაზე აქტიურად რასაც მოიხმარდნენ, იყო კოკაინი, ხო. და ეს კოკაინი რასაც ძლევდა გრანდიოზულობის განცდას. სწორედ ურტყავს იმ ბაზისურ პიროვნულ სტრუქტურას, იმ მოთხოვნილებას, გრანდიოზულ მეს, ხო? და კოკაინით ახდენდა ამის სტიმულირებას, უცებ მივიღე, დოფამინმა დამარტყა, რაღაც ჯილდო სისტემა გააქტიურდა, ჩავიხედე პლუს $100,000. ესეც კიდევ ერთი. და ამ დროს ადამიანის გონებაში და ნარკოდამოკიდებულებას, ზოგადად ადიქციას აქვს აბსტენციის ფაზა, რა დროსაც უფასურდება ის რაღაცა მიღწევა. უფასურდება დოზა, ჭირდება მეტი. ამ დროს გამიცდი რაღაც მოდუნებულობის განცდას, ანუ გრძნობ, რომ ეს უკვე საკმარისი აღარ არის. მივიღე ის ნანატრი $100,000, ეხლა მეტი მჭირდება. აქედან გამომდინარე, მუდამ ამის ძიებაში ვარ. და ის, რაზეც საუბრობდით, რომ აი ეს შინაგანი სიცარიელის განცდა რაღაც მომენტში იფარება მიღწევების მოთხოვნილებით. ის, რასაც თავის დროზე ეს მიღწევა, ეს რაღაცა ნარკოტიკი ემსახურებოდა, მეორე პლანზე გადადის, ანუ ხდება მეორეული ადიქცია არის და წინა პლანზე მოდის ის, რომ მე მაქვს რაღაც მიზანი. და ის, რომ თავდაპირველად მე შინაგანი რაღაცა კონფლიქტი უნდა დამერეგულირებინა, ხო? იმით რომ მე დამინახეს და მაღიარეს. მე უკვე ცოტა უფასურდება. მადლობა. გადავიდეთ შემდეგ კარტზე. ძალაუფლება და ნარცისული გრანდიოზულობა. მე განსაკუთრებული ვარ. კი. ამ განსაკუთრებით რაღაცნაირი ნარცისულ გამოხატულებაზე მე მინდა ვისაუბროთ, ზოგადად ბევრჯერ ახსენე ის რომ ნარცისული პერსონა გააჩნია მთავარ პერსონაჟს. მე მინდა ამ ნარცისული მდგომარეობის გამოხატულება განვიხილოთ ნაომისთან ურთიერთობით. მინდა პირველ რიგში შევეხოთ იმ ურთიერთობას, რომელიც მას ნაომისთან აქვს. არის ეს სიყვარული. და მინდა ინფორმაციაზე ვისაუბროთ, თუ როგორი სიყვარული შეიძლება ჰქონდეს ნარცისულ ადამიანს მეორე ადამიანთან. ანუ ეს არის უბრალოდ სხვა ადამიანისადმი გრძნობა, თუ
წარმოსახვა თუ რომ ჩემი თავი მომწონს ამ ადამიანს. ძალიან კარგი კითხვა არის და ზოგადად ნარცისული ტიპის ადამიანი სხვა პიროვნებას არ განიხილავს როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს. არამედ ხშირად განიხილება როგორც საკუთარი არასრულფასოვანი აი გრანდიოზული მეს გაგრძელება. ანუ მის გარშემო მყოფი ადამიანი უნდა იყოს გარკვეული ატრიბუტი. ან უნდა მკვებავდეს მე როგორც ნარცის, ან უნდა იყოს ჩემზე უკეთესი, რაც მინდა რომ მქონდეს. კენბერგს აქვს ესეთი მომენტი, რომ ნარცისში წამყვანი არის შური და აგრესია. აგრესია მიმართული არის საკუთარი მეს მიმართ, მეიდენტობის მიმართ. შური მიმართულია სხვა ადამიანების მიმართ, რომ მე მინდა მქონდეს ის, რაც აქვს სხვას და მინდა რომ ოღონდ რომ მივიღებ ამას დიდი ალბათობით დავანგრევ. და ფილმშიც რო გავიხსენოთ აი ნაომისთან გადაკვეთის მომენტი, ყველა იმას ეუბნება, რომ აი ეს იდეალური ქალია და აბა ჩვენს მაგივრად მიდი და რაღაცა და რა თქმა უნდა, ანუ მოდელი, ლამაზი, ხო, ვის არ ენდომება და ზუსტად ეს მათ შორის არის ევოლუციურად სტატუსის იდენტიფიკატორი. რომ აი მე ის მაქვს, რაც გინდათ თქვენ. და რეალობაში ძალიან ხშირად შეიძლება შევხვდეთ, რომ ნარცისს მოუნდეს აი ესეთი ლამაზი ქალი და რაღაც გარკვეული დროის მერე ხედავთ ამ ქალს როგორც რაღაც განადგურებულს, ხო, რაღაც ცოტა სახეც. ნაომისთან მიმართებაშიც და ცოტა რეალური ბელფორტიც რო ჩავთოთ, აქ წარმოჩენილია ისე, რომ თითქოს აი ბელფორტი მანამდე იყო ძალიან ისეთი რაღაცა მოკრძალებული, მეოჯახე, მთელი ამბები და მერე გაიცნო ნაომი და გაცვალა მოდელში, ხო? ამ დროს მისი პირველი მეუღლეც მაშინ გაიცნო, როდესაც საკმაოდ დამოუკიდებელი იყო ფინანსურად, აი ის პერიოდი უკვე პირველი პორშე და მთელი ამბები რო ჰქონდა რა და მისმა პირველმა მეუღლეც მდიდა რაღაც წილ შეძლებული ბელფორტი გაიცნო. თუმცა მერე პირველმა მეუღლემ ვერ გაუძლო იმ დატვირთვას, რასაც ფილმში ვხედავთ და რეალური იყო ყველაფერი და რაღაც პერიოდის მერე ნაომი შეიძლება ითქვას რომ ნაომიც რაღაც გარკვეულ მსგავს ტენდენციებს წარმოაჩენს ხო ფილმშიც ხედავთ რამდენად უგებენ ერთმანეთს და ხშირად გვაქვს განცდა რომ აი პირობითად ანტისოციალურ ნარცისულ პიროვნებას არ შეუძლია სიყვარული მაგრამ ესეთ ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ უნდა გავიაზროთ მათი ფიქსაცია თუ რას გულისხმობს ესეთ ადამიანს უყვარს გარკვეული მიზეზის გამო. ანუ თუ ჩვენ ნორმაში გავიხილავთ რაღაც პლატონურ აღმატებულ გრძნობას, ხო? ჩემს თავში რომ აი უნდა მიყვარდეს ამის გამო და იმის გამო, ნარცისისტვის ეს არის რომ ხარ ლამაზი. სანამ ლამაზი ხარ მიყვარხარ. სანამ ფული გაქვს მიყვარხარ. ანუ რაღაც გარკვეული ფიქსაცია არის კონკრეტულ მოცემულობაზე. იმის იქით უკვე ჩემი გრძნობებიც ქრება. ანუ რაც მეც თვითონაც სარგებელს მაძლევს იქამდე მიყვარხარ? რა თქმა უნდა. რაც სარგებელს მაძლევს, არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ სხვა ემოციური, პიროვნული, ანუ მასაზრდოვებს, წარმომაჩენს როგორც განსაკუთრებულს, როგორც გრანდიოზულს. მაგალითად, ლაკანს აქვს კიდე ესეთი მომენტი, თუ სწორად ვამბობ, რომ ნარცისი დამოკიდებულია სხვის მზერაზე. ანუ სხვისი მზერა განაპირობებს მასში იმის განცდას, რომ მე დანახული ვარ, მე აღიარებული ვარ, მე შემჩნეული ვარ. ასევე კიდე მეორე ფაქტორი არის, რომ აღზრდის და განვითარების პროცესში ბავშვი დგება ესეთ სტადიაზე, სადაც ცდილობს აირეკლოს მისთვის სრულფასოვანი ობიექტი. ანუ აი მე მაგალითად შეიძლება შენ როგორც მშობელი განგიხილოს სრულფასოვან ობიექტად და შევეცადო შენს არეკლას. და ამ არეკლაში მე თუ ხელი შემეშლება და ვერ ინტეგრირდება ეს სწორად, მაშინ ვახდენ ფიქსაციას და მუდამ ვეძებ ჩემს გარშემო ობიექტებს, ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც მოვახდენ აი ამ არეკლით ინტეგრაციას. ჩემი ნიშნულოვნების დადასტურებას, ჩემი რაღაც აი ამ გრანდიოზული მეს რეალიზებას. როგორ შეიძლება რომ ნარცისი ამოვიცნოთ? ზოგადად ნარცისი ეთყობა ძალიან ბევრი სახე არის რა ნარცისის აუცილებელი არ არის რომ ყვიროდეს და აუცილებელი არ არის რომ რაღაც წარმოაჩენდეს ხო თუმცა ნარცისი ყოველთვის შეეცდება რომ შენზე მაღლა დააყენოს თავი ნარცისი ყოველთვის შეეცდება რომ საკუთარი გრანდიოზული მე წარმოაჩინოს ანუ როდესაც ვსაუბრობთ პათოლოგიურ ნარცისიზმზე და ნარცისულ პიროვნულ აშლილობაზე მან გვაქვს რამდენიმე წამყვანი სიმპტომი მახასიათებელი დავარქვათ ეს არის გრანდიოზულობის განცდა, ეს არის პარანოიდულობა და ეს არის აგრესიულობა, ხო, ემოციის ნაწილი, ემპათიის ნაკლებობა. და ნარცისი მუდამ ცდილობს აიმაღლოს საკუთარი ფასეულობა შენს ხარჯზე. ხარჯზე. კიდე იცით რა მაინტერესებს? აი, ძალიან კარგად შეხეს ნარცისი ადამიანის ჩამოყალიბების ნაწილს.
სადაც ახსენებ ბავშვობა, აი ამ მიმართულებით რო წავიდოთ. როგორ შეიძლება რომ ჩამოვაყალიბოთ ერთი მაგალითიც რო განვიხილოთ თუნდაც, რომ ნარცისი ადამიანის ფსიქიკა ჩამოყალიბების პროცესში. რა სჭირდება მას, რომ ასეთად იქცეს? ემოციური უგულებელყოფა. ანუ ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ეს არის ემოციური უგულებელყოფა. ყველა ადამიანში განსხვავდება ფრუსტრაციის დონე. ნარცისისტვის ერთ-ერთი პირველადი ფრუსტრაციის დონე ეს არის ემოციური უგულებელყოფის ადრეული გამოცდილება. როდესაც ვერ ხდება მეს ინტეგრირება, ანუ მასში არის სუსტი ეგო. ფროიდი მაგალითად გრანდიოზულ მეს განიხილავდა როგორც კედელს, რითიც ადამიანი ცდილობს დაფაროს სწორედ ეს შინაგანი სუსტი მე, რომელიც ვერ შეერწყა, ვერ მოხდა ინტეგრირება რაღაც დონეზე, რომ იყოს ჩემთვის მისაღები შინაგანად. ანუ მე ამ დროს მაქვს მუდმივი შინაგანი კონფლიქტი, მორალსა, აღიარებას და დანახვას შორის. მესამე ფაქტორი ეს არის სიცარიელის განცდა, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება და შემდგომში ეს სიცარიელის განცდა არის, რომელიც ვერ ივსება. მამყოფებს რაღაც მოდუნებულ, სევდიან მდგომარეობაში და მუდამ ვარ იმპულსის მოთხოვნილებაში. მჭირდება რომ დამინახო. კიდე მეორე ფაქტორი, აი მიჯაჭვულობის თეორიასაც რო დაუკვირდეთ, ნარცისი ამ დროს იმყოფება მუდმივ დაუცველობის განცდაში, ხო? იმიტომ რომ ნარცისისთვის ნებისმიერი ტიპის კრიტიკა განიხილება თავდასხმად. ნარცისული პიროვნება კრიტიკას, რაღაცა შეფასებით დამოკიდებულებას არ განიხილავს როგორც სასწავლებელი და როგორც მისთვის საჭირო ინფორმაცია, არამედ გადადის თავდაცვით პოზიციაში. ესეც ძალიან ისეთი მომენტია. ხშირი თან ყოველდღიურობაში რომ შეიძლება საკუთარი თავები ამოვიცნო. მადლობა ძალიან დიდი ასე საფუძვლად განხილვისთვის. შეგიძლია გადავიდეთ შემდეგ კარტზე. გუნდი როგორც კულტი, ჩვენ ოჯახი ვართ. კი. აქ მინდა ვისაუბროთ ეპიზოდზე რამოდენიმე იყო. თუმცა ბელფორტი არის ძალიან კარგი ლიდერი. ერთი შეხედვით ჩანს ეს, რომ არის საოცრად ქარიზმატული და მისი თითოეული სიტყვა ხიბლავს და ნუსხავს ადამიანს თავისი გავლენის ქვეშ აქცევს. არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბელფორტის გავლენის ქვეშ არიან და როგორ მოახერხა პერსონაჟმა ეს. მე მინდა ვისაუბროთ ამავდროულად თავად ჩვენზე, თუ როგორ ვექცევით მსგავსი ადამიანების გარშემო, რა არის ეს ქარიზმა არის ერთგვარი, რაც ხიბლავს რაღაც ღმერთისა და მამის განცდა მოგწონს სხვა ადამიანში, თუ რატომ ვექცევით მსგავსი გავლენის ქვეშ თავად ჩვენ. ბელფორტი არის, როგორც აღნიშნე, საკმაოდ ქარიზმატული ადამიანი არის და ეს ქარიზმა განიხილება როგორც კომპლექტი სხვადასხვა თვისებების, ხო? და ხშირად თუ დაუკვირდებით, აი ესეთ ანტისოციალური, ნარცისული და მსგავსი ტენდენციების, რაღაც მახასიათებლების მქონე ადამიანები გამოირჩევიან ამ ნარცისულობით. შეუძლიათ რაღაც გარკვეული ზეგავლენის ქვეშ მოგაქციონ. თუ დაუკვირდებით, არ ყავს გარშემო ჰარვარდის სტუდენტები, არ ყავს გარშემო ბიზნესმენები, ანუ არ ყავს ის ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს კოლეჯი, რომლებიც რაღაცას მიაღწიეს, ხო? არამედ ადამიანები, რომლებიც მარტივად მოექცევიან ზეგავლენის ქვეშ. და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბელფორტის შემთხვევაში და ნარცისული პიროვნების შემთხვევაში, სადაც ხდება გრანდიოზული მეს ინტეგრაცია. რომ ესეთი ადამიანები მასაზრდოვებენ, ანუ მე ვარ მცენარე და ეს ადამიანი არის ჩემთვის წყალი, ხო? რომელიც მუდამ ჩემი ზეგავლენის ქვეშ უნდა იყოს. კიდე ერთი ფაქტორი ამ დროს ევოლუციურ ჭრილში ისევ და ისევ ჩვენ ევოლუცია განვიცადეთ პატარა ჯგუფებიდან. და ამ პატარა ჯგუფში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლიდერის სიმყარე. ლიდერს უნდა სჯეროდეს საკუთარი სიტყვების, საკუთარი რაღაცა მოძღვრების, რასაც გადმოსცემს. და რეალურად ეს პატარა ევოლუციური რაღაცა წრე შექმნა საკუთარ გარემოში, სადაც აძლევდა ძალიან ბევრი რაღაცის უფლებას, მაგრამ ითხოვდა მათ შორის აქტიურობას და საქმიანობას. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ვექცევით ზეგავლენის ქვეშ, ეს არის, რომ ესეთი ადამიანები ურტყავენ ჩვენს ბაზისურ მოთხოვნილებას. წარმოიდგინე, მათ ჰქონდათ მცირე დრო, რამდენიმე წამი, იმისთვის, რომ დაეჯერებინა ადამიანისთვის რაღაც გარკვეული აქციის ფასეულობა. რომ თუ ამ რამდენიმე წამში ვერ მოასწრებდა, მორჩა, კლიენტი გაშვებული იყო და ამას ძალიან დიდი რაღაც უნარი სჭირდება, შინაგანი, აი უნდა გჯეროდეს. ბელფორტს კიდე შეერა, თან ლაპარაკი უყვარს. და რეალურად შეძლო საკუთარი აი პიროვნების ინტეგრაცია ამ გარემოცვაში. მეორე ფაქტორი
ყველას აგემა აი ამ რაღაცა ლიდერობის, აი ამ რაღაცა წარმატების, აი ამ რაღაცა მიღწევის გარკვეული ნამცეცი. შექმნა ერთი ემოციური ველი. კიდე მეორე ფაქტორი. გუსტავ ლებონს აქვს ესეთი ცნება თავის ნაშრომში, რომ ზოგადად მასის საინტერესო თვისება არის, რომ ჩამოაყალიბოს კოლექტიური იდენტობა, ანუ საერთო ერთი იდენტობა. ფროიდისეულად შენაღნიშნე, რომ აი მამა არის მათთვის, ხო, და კი ფსიქოანალიტიკურ ჭრილში ფროიდისეულად შეგვიძლია გავიხილოთ როგორც მამა, რომელიც პასუხისმგებელი არის გარკვეულ წესრიგზე, ხო, კანონებზე, ანუ საზღვარზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აქ ეს საზღვარი ბუნდოვანი არის. იმიტომ რომ თავის საქმეს ემსახურებოდა, მოდი ესე ვთქვი. ძალიან ამერიკული გარემოა, ყველგან ცნობილია ეს ყველაფერი. როგორ ფიქრობ, ყველასგან შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს ბელფორტი და პირობითად როგორ იქნებოდა ბელფორტი საქართველოში? ზუსტად იგივე წელს საბჭოთა კავშირი უკვე კოლაფსი განიცადა მაგ პერიოდში და დაშლა იყო. ყავს ესეთი სერგეი ნავროდი, რომელიც აყალიბებს ასევე საკუთარ კომპანიას, ოღონდ უკვე აქეთ. აი საბჭოურ გარემოცვაში. კოლაფსი უკვე დამდგარი არის, ხალხს იქ, სადღაც 2-3 წელში დგება. და ხალხს უკვე ფული არ აქვს, უჭირს რაღაც შიმშილი, აბა ეხლა რა ვქნათ რაღაც და უცებ მოდის ეს ნავროდი, რომელიც გეუბნება, რომ შენ მოდი 1000 რუბლი შემოიტანე და აქედან 100,000 რუბლს გაიტან. ხალხი, რომელიც დამშეული არის და რომელსაც სჭირდება, რომ რაღაცა იმედი იგრძნოს, რა თქმა უნდა, ყველა მიაწვა ამას. ნავროდის ჰქონდა თავისი ფინანსური პირამიდა. თითქმის მსგავსი იყო ხალხს რაღაცა თვითონ მართავდა მოკლედ ფინანსებს იმ ნაწილში. ეს ძალიან საინტერესო არის, რომ ერთის მხრივ ყავს ბელფორტი იმ პერიოდში, მაშინ კიდე ბევრი შეზღუდვა იყო ბანკებში, პირიქით წახალისებული იყო კონკურენცია და ძალიან ბევრმა გამოიყენა ეგ პერიოდი, მათ შორის ბოლო პერიოდში აქტიურად განხილვადი ეპშტეინი, რომელმაც ასევე მაგ პერიოდში მოიძია თავისი ფინანსური ნაწილი, დიდი რაოდენობა, ხო? აქეთ ხარ ეს თითქოს საბჭოური გარემო, თითქოს რაღაცა, ხო? და აქეთაც ანალოგიურად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სწორ დროს, სწორი გარემო, სწორად გამოიყენა და საკმაოდ დიდი ფინანსებიც ნახა. მართალია დაიჭირეს ისიც მერე და წაართვეს ეს ყველაფერი. ამით რისი თქვა მინდა, რომ პოტენციალი ყოველთვის არის. უბრალოდ საქართველოში მაინც მგონია, რომ ამის რეალიზება ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ყველას იცნობს და ის რაც ხდებოდა მანდ აქ მგონია, რომ ცოტა რთული იქნება რესურსის რეალიზების კუთხით, მაინც უფრო მეტად საჭირო, თან მით უმეტეს თანამედროვეობაში, სადაც ინტერნაციონალური შესაძლებლობები გვაქვს, ხო? ანუ მხოლოდ საქართველოზე შეგვიძლია აღარ ვორიენტირდეთ. თუმცა ისევ და ისევ პოტენციალი ყველას აქვს, მაგრამ მორალური ფაქტორით, სოციალური ფაქტორით, ბევრი რაღაცით განსხვავდებით, ხო? იქ პირიქით წახალისებული არის, რომ შენ იშოვო მეტი ფინანსი, იქ პირიქით წახალისებული არის ეს წარმატების რაღაცა ამერიკული ეს ოცნება. იცი რა არის? არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც თუნდაც აი წარმატების მიღწევა, აი ეს ადამიანები არსებობენ, ალბათ ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება არის, როდესაც მუდმივად გვინდა რომ რაღაც ახალი ეტაპი გვჭირდება, სადღაც მივალთ ერთ კონკრეტულ ეტაპამდე და აუცილებლად იმისთვის რომ რაღაც კმაყოფილება ვიგრძნოთ, იგივე დოზის გაზრდაისავით არის ეს ყველაფერი, რომ გვინდა რაღაც სხვას მივაღწიოთ და ახალი მიზანი. თუმცა ადამიანებისგან მომისმენია, რომ მათთვის ეს უკვე ზოგჯერ არის დისკომფორტის გამომწვევი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაქსიმუმს აღწევ, თუმცა ხვდები რომ ჰაერი აღარ გყოფნის იმდენად გინდა კიდევ მეტი და მეტი და ვეღარც კი ხვდები ამ დროს მეტი და მეტი რა არის. როგორ ფიქრობ ამ დროს, ამის გააზრების მომენტში, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ თუნდაც ჰარმონია და სიმშვიდე იპოვოს საკუთარ თავთან? ფასეულობის სწორი ჩამოყალიბება, ხო? მსგავსი ტიპის ადამიანთან მორალური ფასეულობა, ცხოვრებისეული მიზანი არ არის განსაზღვრული, ბუნდოვანია, ანუ დაბლა არის ჩამოწეული. აი, მაგალითად ფროიდთან რასაც სუპერეგოს ვეძახით, ხო? ძალიან შესუსტებული არის, ანუ არანაირი მიზანი არ მაქვს. ამ დროს წამყვანი არის აი ეს რაღაცა შინაგანი იმპულსი, ხო? პირველი რომ შევავსო ეს რამენაირად ეს სიცარიელე და მერე კიდე ჩემი ფასეულობა ყოველთვის რაღაცაზე არის მიკერებული. 20,000-ზე.
Porsche-ზე, რა ვიცი, ვილაზე, რაღაცა იქ კუნძულზე და რაღაც მთელი რიგ ფაქტორებზე, ხო, მაგრამ მივიღე ეს ყველაფერი უკვე საკმარისი აღარ არის. იმიტომ რომ ფასეულობა არ არის ობიექტებში ჩვენს გარშემო. ანუ ფასეულობა ცოტა უფრო სხვა მეტაფიზიკური იდეის დონეზე უნდა გამიხილოთ, ხო, რაღაცა ფილოსოფიურ სიღრმისეულ დონეზე. ანუ საკუთარი თავის ძიება ეს არის პროცესი, სადაც მე ვუშვებ შეცდომებს, სადაც მე ვითარდები, სადაც მე ვიღებ რაღაც გარკვეულ მოვლენებს და მაგ თვით რეფლექსია. ვცდილობ დავუახლოვდე და მოვიდე კომფორტში და ნარცისული პიროვნებისთვის ეს კომფორტი არ არის. იმიტომ რომ ეს სიყვარულის განცდა კი ერთის მხრივ შიგნით არის მიმართული, მაგრამ რამდენადაც გრანდიოზული ვარ, იმდენად დაბალი მაქვს თვითშეფასება საკუთარ თავში. და საბოლოოდ ესეთ ადამიანთან სანამ არ მოვა იმის ცნობიერება, რომ ბედნიერებას ალბათ უფრო მაგრამ საბოლოოდ ისიც არის, რომ მაინც გვინდა ეს სტატუსი, ხო, მაინც გვჭირდება, ანუ რეალიზების ხელსაწყო არის. გინდა არ გინდა, მაგიტო ვახსენებ ევოლუციურ ფაქტორს, რომ როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს, საბოლოოდ მაინც იქამდე მივალთ, რომ რაღაც გარკვეული სტატუსი, რაღაც გარკვეული მოთხოვნილებები გვექნება. თუმცა კმაყოფილების განცდას როდესაც ვისწავლით, ალბათ ეგ იქნება ჩვენი რაღაც გარკვეული კათარზისი, ხო, იმიტომ რომ კმაყოფილება გვიჭირს. ანუ არავინ გვასწავლის, როგორ უნდა დავისვენოთ. არავინ გვასწავლის, როგორ უნდა მივიღოთ სიამოვნება. ამას ვსწავლობთ გარემოსგან დაკვირვებით. ამას ვსწავლობთ პრაქტიკაში. და შეიძლება ძალიან მარტივად ეს ჩვენი სიამოვნების განცდა უცებ გადავიდეს რელსებიდან და წარიმართოს რაღაცა ნეგატიურით, ხო? და ნარცისი ადამიანის განკურნება შესაძლებელია. ისევ კენბერგს თუ გავხედავთ, ჩვეულებრივი ნარცისიზმი, ჩვეულებრივი მომენტი არის, მაგრამ როდესაც პათოლოგიურზე ვსაუბრობთ და აი ცოტა ისეცე ხო აშლილობის დონეზე რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ თავად არ აქვს ადამიანს სურვილი, თერაპიულ პროცესში ნარცისული პაციენტი, კლიენტი, როგორც გვინდა ისე დავარქვათ, მუდამ ცდილობს, რომ თავის თავზე გადაიბიროს პროცესის წარმართვის შესაძლებლობა. და შეუძლებელი არ არის, მაგრამ პროცენტულად ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ნარცისულმა პიროვნებამ მოახდინოს სრული რაღაცა, ან უმეტესი გარდასახვა. თერაპიაზე როცა მიდიან ადამიანები, იქ ყოველთვის მე მაგალითად თუნდაც ჩემს მეგობართან არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც რაღაცას ყვები, ყოველთვის ჩემი პერსპექტივიდან ყვები ამ ყველაფერს და ყოველთვის ამ ამბავს რატომღაც მე ვარ ხოლმე უფრო მართალი ვიდრე სხვა. თერაპიის დროს თუ ვაწვით ადამიანს ამ ინფორმაციას ისე რომ აი მე ესე გავაკეთე და იმათმა ცუდად მომექნა. რამდენად როგორ შეუძლია რომ ფსიქოლოგს იყოს ობიექტური და ობიექტურად გააკეთოს საბოლოო ანალიზი, როცა მხოლოდ ერთ ადამიანს უსმენს. ეგ კარგი კითხვა არის. ნახე როგორი მომენტი არის მან. რეალურად მას კი უსმენ, ხოლო და მისი პერსპექტივიდან განიხილავ. მაგრამ შენი მიზანი არის, რომ ამ ადამიანში გააცნობიერო, რომ რაში არის კონფლიქტი, თუნდაც შინაგანი, და ამ შინაგანი კონფლიქტის გადაჭრაში დაეხმარო. და ზოგადად ფსიქოლოგიას და ფსიქოანალიზის ბევრი ასპექტი აქვს რა, რომ თუ ადამიანი გატყუებს, უნდა მისცე იმის საშუალება, რომ მოგატყუოს პირობითად, ხო? თუ ადამიანს ეს რაღაცაში სჭირდება, ეს არის მისი დაცვითი მექანიზმი, ეს არის მისი რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება. და აქედან გამომდინარე, მაგის ინტეგრაცია და მაგ გამოძიების ჩატარება რეალურად არაფერში გჭირდება რა. კი, მართალია გააჩნია ეხა თუ მსხვერპლის როლშია, არ უნდა წაახალისო ეს მსხვერპლის როლში, არამედ ამის აქედან გამოსვლაში უნდა დაეხმარო. პირველი ალბათ ის არის, რომ გააცნობიერო ამით რა როლს ირგებს ადამიანი, რა მოთხოვნილება აქვს ამ როლიდან გამომდინარე და მე შეძლების დაგვარად ეს მოთხოვნილება რეალიზდეს უფრო ჯანსაღი გზით. მადლობა პირველ რიგში, ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო და ამომწურავი პასუხებისთვის. მედია რომ შენთვისაც საინტერესო იყო ეს რაღაც დიალოგი თუ ინტერაქცია, ასე ვთქვათ, და მჯერა რომ მაყურებლისთვისაც საკმაოდ ღირებული ინფორმაცია გავეცით. პირიქით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ეხა ის მომენტი მაქვს, აი გონებაში კიდე ბევრი რაღაცა რო არის რა, აი რაც შეიძლებოდა რომ გეთქვა. მაგრამ, რავი, მაინც ჯობია რომ კმაყოფილების მომენტი იყოს, ხო, საკუთარ თავთანაც მიმართებაშიც და, რავი, მე ისევ და ისევ ძალიან მომწონს ეს წამოწყება. მადლობა ძალიან დიდი და მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვა. და ალბათ ბოლოს სწორედ იმის თქმა შემიძლია, რომ Wall Street-ის მგელი არ არის უბრალოდ ამბავი წარმატებას. აქ შესანიშნავად არის აღწერილი თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მხოლოდ ფულით, ადრენალინითა და სიამოვნებით ცდილობს შეავსოს საკუთარი
სიცარიელი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობის მიზანი სწორედ ის არის, რაც ჯორდან ბელფორტმა იდეალურად შეძლო. ფილმი იდეალურად გვაჩვენებს იმას, რომ მხოლოდ მწვანე დასტების ამარა შეუძლებელია ბედნიერებისა და ჰარმონიის მოპოვება. და ალბათ ახლა იდეალური მომენტია იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა არის ჩვენი ჭეშმარიტი ბედნიერება. თქვენ კი ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ რომელი ფილმის განხილვას ისურვებდით შემდეგ ეპიზოდში.